Darqovები ინფრასტრუქტურის სამინისტროში უწყების შიდა აუდიტის სამსახურმა დოკუმენტაციების შემოწმებისას ჩატარებული ტენდერის დროს დაშვებული დარღვევები აღმოაჩინა. რამაზ ნიკოლაშვილის მინისტრობის დროს ჩატარებული ტენდერის დროს აუდიტის სამსახურის ეჭვი გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებულმა პირობებმა გამოიწვია. დღეს სამინისტროში არსებულ დარღვევებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ისაუბრა. საქმე ეხება თბილისის სცენაკილესელიძის საავტომობილო გზაზე გარე განათებებს, რომელიც საბაზრო ფასზე გაცილებით წვირი დაუჯდა ნიკოლაშვილის უწყებას. ასევე ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულია ის კომპანია, რომელმაც სამინისტროს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. მასალები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ გენერალურ პროკურატურას გადაეცა. კონკრეტულად დღევანდელი შემთხვევა ეხება გარე განათების მოწყობის და ორგანიზების საკითხებს, იქ ჩატარებულ ტენდერებს, საიდან გამომდინარეც ერთ შემთხვევაში გამოვლინდა არარეალურად მაღალი ფასით გარე განათების მოწყობილობების შესყიდვა მონტაჟი, ხოლო მეორე შემთხვევაში ადგილი გვაქვს სატენდერო პირობების დარღვევასთან, როდესაც სატენდერო პირობები შესაძლოა მორგებული ყოფილიყო კონკრეტული კომპანიების ინტერესებს. Რამოდენიმე პიროვნება მოგმართა ჩვენ და ზეპირად განაცხადა, რომ მათ აუკრძალეს ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს ამ საკითხების ყველაფრის ერთად განხილვა. ჩვენ შევისწავლეთ საპროექტო წინადადებას, რაც იყო განაცხადი და იქ ძალიან პირდაპირ არის მითითებული თუ რომელი ფირმის ნატურები თუ სანათები უნდა იყოს დამონტაჟებული. იქ კი წერია, რომ ანალოგი, მაგრამ მსგავსი მითითება ჩვენი აზრით არის დარღვევა და ის კონკურენციის და შეჯიბრიტობის პრინციპს, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებს.